მოგესალმებით. ამჟამად განვიხილავთ 2022 წლის ეროვნული გამოცდების პირველ საკითხს. და საერთოდ დავიწყებ ყველა წლის მათემატიკური ნაწილის ამოხსნას. პირველი საკითხი, მეორე აწილადებზე მოქმედებები, უმცირეს საერთო ჯერადი, უდიდეს საერთო გამყოფი და რაღაც და მიმდევრობით მიყვები. ასე უფრო გავადვილდებათ სწავლა დამწყებებს. საკითხი არის ასეთი. 1.1 პლუს 2.3 გავუდგათ 0.3-ზე. აქ უშვებენ უხეშ შეცდომას. პირველი, დავწერ მე შეცდომით რასაც წერენ, ამას რა თქმა უნდა ისევ გადავხაზავ. 1.1/3-ს უმატებენ 2/3-ს. აქ რა არის შეცდომა? აღნიშნავთ მერე. ამის მთელი 0-ია, 1 იქნება, 1-ს 0 დავუმატოთ, 1/3-ს 2/3 იქნება, 1 + 2 3/3 და 3 გავყოთ 3-ზე 1 დავუმატოთ 1 2. მეორე მოქმედებით აკეთებენ 2 მიიღეს ვითომ 2 და გავამრავლოთ 0.3-ზე. 2 გავამრავლოთ 0.2/3 6 და მძიმით გამოვყოთ 1 ციფრი. შეხედავენ, პასუხი არის ეს, შემოხაზავენ და იღებენ 0 ქულას. არ არის ეს პასუხი და რატომ? აქ სპეციალურად არის სავარაუდო პასუხებში, რომ გაიგონ ვინ იცის მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა და ვინ არა. ჯერ ვასრულებთ ჭხილებში მოცემული თუ არის გამოსახულება. კი ბატონო, ეს მაშინ იქნებოდა სწორი, თუ აი ასე იქნებოდა. 1.1/3 პლუს 2/3 და გავამრავლე 0.3-ზე. მაშინ ეს ყველაფერი სწორია, პასუხია D. მაგრამ როცა ჭხილებში არ არის მოცემული გამოსახულება, მაშინ მოქმედებათა თანმიმდევრობა არის შემდეგნაირად. ჯერ ვასრულებთ. არა გვაქვს ჭხილები საერთოდ. გამრავლება გაყოფას, მერე შეკრება გამოკლებას. გამრავლება გაყოფა რა თანმიმდევრობითაც გვაქვს. ამიტომ ეს რაც იყო, რაც დავწერეთ, არის შეცდომა. ეხლა შეიძლება ზოგმა აი ასე გამოთვალოს ნიშნელი 3-ია. ხო, შეიკრიბა რაღაც და ნიშნელში ან 3-ნა იყოს, ან 3-ის ჯერადი. სავარაუდო პასუხები. 3-ზე უნდა იყოფოდეს, 15 იყოფა 3-ზე. სავარაუდოდ შეიძლება ეს ხომ არ არის პასუხი. 8 იყოფა 3-ზე, 1.1/5 არის 1.5 შეიკვეცა და 3 მეორედი. 0.6/6 ეს არის 6 გავყოთ 10-ზე 3/5. და 3-ის ჯერადი არის პირველი. აღარ გრჩება დრო სწრაფად პირველი მაგალითია. აღმოაჩინე რომ შეცდომით ყოფილა და ეს არ არის პასუხი და მერე აღარ გაგდრო რომ ეს შეკრიბო. 3-ზე იყოფა და შეგიძლია დაუსვა. დავიწყოთ. აქ გამრავლება არის. პირველი მოქმედებით 2/3 გავამრავლოთ 0.3-ზე. 3/3-ზე 2/3 გავამრავლოთ 0.3/3. 3/3. შევკვეცეთ 3-ზე 2/3-ზე გამრავლდა და აქ 1 იქნება 2/3. 2/3. მეორე მოქმედებით 1.1/3-ს დავუმატოთ 2/3.
უდრის 1 საერთო მნიშვნელი იქნება 30. 30 გავხოთ 3-ზე 10, 10 ჯერ 1 10. პლუს 30 გავხოთ 10-ზე 3, 3 ჯერ 2 6. ტოლია 1.16 და უდრის 16 2 შევკეცოთ წილადი 2-ზე 16 გავყოთ 2-ზე 8 32-ზე 15 1.8 მართლაც ეს აღმოჩნდა პასუხი 1.8 აი ეს ყველაფერია დაუშვათ 5 წუთი დავკარგეთ ყელებში აქ ვითომ დავკარგე 5 წუთი ყველაფერს თავიდანვე 5 წამში დაწერდი პასუხს რომ აი ასე თუ 3 ჯერადი 3-ზე რომლის მნიშვნელი იყოფა მხოლოდ პირველის და 5 წამშივე დაწერდი მაგ პასუხს და დანარჩენ დროს სხვა სავარჯიშოებზე გამოიყენებდი ველოდები თქვენს კომენტარებს მითითებებს რა საკითხები ამოხსნათ მე გავაგრძელებ ამ მეთოდით მუშაობას რაც გაუადვილებს დამწყებ მათემატიკის დამწყებ მოსწავლეებს ვისაც წილადები და აწილადები უჭირს თუ წილადებს და აწილადებს ვერ შეისწავლი კარგად მათემატიკას ვერ ისწავლი ვერ გააგრძელებ ამიტომ მე ამოხსნი ყველა რაც შეიძლება სწრაფად ყველა ტესტის პირველ ტესტს და ამით მათემატიკაზე გაგიადვილდებათ სწავლა. ჩვენ ახლა რომ დავიწყო და სკანავიდან ამოხსნათ ის 20 და 25 მოქმედებიანი მოქმედებები მათემატიკაზე კი კარგია რომ ვინც იქიდანაც მუშაობს მათემატიკაში გაძლიერდეს, მაგრამ აი ასეთი ტიპის სავარჯიშოებია რო გითხარით. ველოდები თქვენს კომენტარებს გააზიარეთ. ჩემთვის მადლობის გადახდის საუკეთესო საშუალება იქნება რომ გააზიაროთ ჩემი ვიდეოები მათემატიკაზე, გააზიარეთ და გაუზიარეთ ყველას, რადგან ყველას ჭირდება მათემატიკა. შვილებს ნათესავებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ ყველას. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.